და ანუ ჩვენს აქციას უერთდება ყველა პედაგოგი, რომლებიც ასწავლენ მე-15 საერთაშორისო სკოლაში. კი ბატონო. ვაკო ფაჟავა, დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციიდან. კი ბატონო, დავიწყო. დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტი ვაკო ფაჟავა. ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს, რომ აღდგენილ და რეაბილიტირებული იქნას მე-15 საჯარო სკოლა. ეს სკოლა არის მნიშვნელოვანი ნაძალადების რეგიონისთვის და ღირსეულად ემსახურებოდა აღნიშნული სკოლა 2000-მდე მოსწავლესა და 80-მდე პედაგოგ მასწავლებელს. სამწუხაროდ 2010 წელს მოხდა სკოლის ერთ-ერთი სასწავლო ოთახის ჩამონგრევა, რის შედეგადაც სკოლამ შეწყვეტა დროებით ფუნქციონირება და მოსწავლეები და მასწავლებლები გადაყვანილ იქნენ 207 საჯარო სკოლაში. არაერთი განცხადების მიუხედავად სამწუხაროდ რეაგირება არ ყოფილა განათლების სამინისტროს მხრიდან, რომ რაიმე პროცესები დაწყებული იყო და აღდგენილი იყო სკოლა. ჩვენი მოთხოვნაც არის სწორედ ეს. ასევე მივმართეთ ნაძალადების დეპუტატს თამარ კორძაიას განცხადები და შეტანილი გვაქვს 5000-მდე ხელმოწერა, რაც ხელმოწერები მოგროვებული იქნა მასწავლებლის მიერ და ჩვენი უპირველესი მოთხოვნა იყო, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად აღდგენილიყო და დაწყებულიყო ეს პროცესი, რა თქმა უნდა, სკოლის აღდგენის პროცესი. ასევე ჩატარდა გამოკითხვა ნაძალადებში თუ მნიშვნელოვანი იყო თუ არა ეს სკოლა, მე-15 სკოლა ახალგაზრდებისთვის და 70-ზე მეტმა პროცენტმა, რა თქმა უნდა, ხარი დაუჭირა, რომ აღდგენილიყო და რეაბილიტირებული იყოს სკოლა. ჩვენი მოთხოვნა ისევ რჩება ძალაში და ჩვენ უკვე დავიწყებთ აქციებს განათლების სამინისტროსთან, ასევე მასწავლებლები შეწყვეტენ სწავლებას სკოლებში, სანამ არ მიიღებს განათლების სამინისტრო გადაწყვეტილებას და არ წამოვა დიალოგზე მასწავლებლებთან. ჩვენ ვაპირებთ, რომ გადავდგათ ის ქმედითი ნაბიჯები, რომელიც არ გადადგმულა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დგავართ ძალიან რთული პრობლემის წინაშე, რადგანაც მოსწავლეებს არ აქვთ განათლების უფლება, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ისინი ვერ ახერხებენ ნორმალურად იარონ, სკოლებში, გამომდინარე იქიდან პრობლემები ექნებათ 207 სკოლაში და მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ მიიღოს განათლების სამინისტრო გამწყვეტი ზომები. თუ კითხვები გაქვთ რამე, შეგიძლიათ კი ბატონო. დავსვათ ხო? მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგი, ამჟამად 207 სკოლის პედაგოგი, საუბედუროთ 2008 მაია რუხაძე. 2008 წელს, როდესაც მოხდა სამაჩაბლოს ომის პერიოდში სინკარების ჩამონგრევა, მოგვიწია ჩვენ დროებით გადასვლა. 2 წლით ვიყავით 207 საჯარო სკოლაში, რომელმაც შეგვიკედლა, ასე რომ ვთქვათ, და მე-15 სტატუსით ვაგრძელებდით მუშაობას 2 წლის პერიოდში. იმ მოლოდინით, რომ დაიდებოდა ზუსტი დასკვნა, დიაგნოზი, რამ გამოიწვია სკოლის ჩამონგრევა და ამის მოლოდინში მოხდა ისეთი ფაქტი, რომ საბოლოოდ მოახდინეს ლიკვიდაცია სკოლის. როდესაც ჩვენ ველოდებოდით 2010 წელს უკვე ახალ პროექტში შესვლას, რადგან ზავრიევის ინსტიტუტმა დადო ასეთი დასკვნა, როგორც ჩვენთვის იყო ეს ცნობილი და იყო თურმე მცდარი, რომ არ შეეფერებოდა სკოლა სასწავლო პროცესის გაგრძელებას, არ შეიძლებოდა, რადგან უნდა მომხდარიყო დემონტაჟი სკოლის.
სინამდვილეში, როდესაც დავადგინეთ აი ამ მთავრობის შეცვლის შემდეგ, გაგვიჩნდა იმედი და კანონიერების აღდგენის იმედი და ამის იმედით ვართ დღესაც. მოლოდინით ჩვენ ისევ განვაახლეთ ბრძოლა, რა თქმა უნდა, ცივილიზებული მეთოდებით. მივმართეთ საკრებულოს, იუსტიციის სამინისტროს, სამჯერ განათლების სამინისტროს, ასევე ეკონომიკის სამინისტროსაც კი და ერთადერთი ის იყო, რომ ჩვენ პირველ მოადგილეს ქალბატონ თამარ სანიკიძეს შეგვახვედეს. ეხლა ვაპირებთ ისევ გაგრძელებას, ნამდვილად არ გავჩერდებით. ვითხოვთ ისევ, რადგან ამ ტერიტორიაზე შეიჭრა სკოლაში სოციალურად დაუცველები, იქ ვერ ვიტყვი, რომ არიან ტოლვილები და იქ არ არიან მთლიანად გამოიყენეს ტოლვილთა სტატუსი და როგორც კი მთავრობა შეიცვალა, იქ ვიღაცას აწყობდა თუ რა იყო, ვერ გეტყვით, იქ კარები გაიყო. ჩვენ არ ქონდა იქ უფლება ელემენტარულად, რომ ინვენტარზე შევსულიყავით და აი ამ სოციალურად დაუცველებისთვის კარები გაიყო და დღესაც ცხოვრობენ და ანადგურებენ იმ სკოლის ინვენტარებს, რომელიც იქ დავრჩა გამოსატანი. და ჩვენი თხოვნა არის, რომ იმათაც მისცენ საცხოვრებელი ფართი და სკოლა დაუბრუნდეს, რადგან თემქის მეტროდან მე-15 სკოლა იმხელა ტერიტორიას ემსახურებოდა და დღეს კილომეტრების გავლა უწევთ, რომ მივიდნენ 207 საჯარო სკოლაში, როცა იმ ტერიტორიაზე ორი დიდი საჯარო სკოლა ერთ ეზოში და ერთი ფასიანი სასწავლებელი. დიახ, დროებით გადავედით მე-15 საჯარო სკოლის სტატუსით 2 წელი, რადგან ჩვენ ქონდა იმის იმედი, რომ გითხრეს, რომ ახალ პროექტში უნდა შევსულიყავით 2010 წელს ზუსტად გეტყვით და ამ დროს ივლისის შუა რიცხვებში გამოგვიცხადა ლიკვიდაცია. უკვე ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვქონდა, რომ იყო ახალ პროექტში უნდა შევსულიყავით, პროექტი შერჩეული იყო სკოლის, რადგან ამ ზავრიევის ინსტიტუტმა ჩვენ დასაუბედუროთ ასეთი დასკვნა იყო ინფორმირებული, რომ დაიდო დემონტაჟი, მაგრამ სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ეს მთავრობის შეცვლასთან დაკავშირებით დავიწყეთ ხელახალი ბრძოლა, ასეთი დასკვნა ყოფილა დადებული, რომ არა დემონტაჟი, არამედ რეორგანიზაცია, რომელიც მაშინ 2008 წელს, როდესაც მოხდა სინკარების ჩამონგრევა, მერიამ გამოყო თანხა 600.000, რომელიცაც შეერემონტდა ის ტერიტორია და შემაგრებითი სამუშაოები ჩატარდა იმ ადგილზე, სადაც მოხდა სინკარების ნგრევა. და დღესდღეობით უკვე იქ საცხოვრებელ ფართად არის გამოყენებული ეს ტერიტორია. და 2010 წელში უკვე მოხდა ლიკვიდაცია ივლისის თვეში. იმ მოლოდინით, რომ ჩვენ უნდა შევსულიყავით ახალ საცხოვრებელ ახალ სკოლაში. დიახ. პასუხი გეტყვით ეხლავე, ესეც სინამდვილეში მოვიპოვეთ, რომელიც განათლების სამინისტრომ აი წერილობით გადმოგცა, ერთადერთი რასაც მივახციეთ მთავრობის შეცვლის პერიოდში ოცნების მოსვლის დროს, რომ ზავრიევის არ დაუდია დემონტაჟის დასკვნა, დასკვნაში წერია რეორგანიზაცია, ანუ შემაგრებითი სამუშაოები და ამით ჩვენ მოტყუებულები დავრჩით მთლიანად პედკოლექტივი და მთლიანად ის მაცხოვრებელი მთელი ამ მე-15 სკოლის. პასუხი იყო გეტყვით, შევხვდით პირველ მოადგილეს, ქალბატონ თამარ სანიკიძე ბრძანდებოდა მაშინ მოადგილე და მან ასე გითხრა, რომ არ არის სახსრები დღეს საქართველოსთვის, რომ ეხლა აღდგეს სკოლა. ჩვენ ამაზეც დავეთანხმეთ, ვიცით, რომ არ არის ეხლა ის საშუალება, რომ ახალი შენობა აშენდეს, მაგრამ არ მოხდეს გასხვისება, რადგან ჩვენ როდესაც ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, რადგან მის ბალანსზე იმყოფებოდა ჩვენი სკოლა, იყო გაყიდვის პერიოდში და ეკონომიკის სამინისტროსაც მივმართეთ წერილობით კოლექტიური განცხადებით და მათაც გითხრეს, რომ ისევ დაბრუნდა განათლების სამინისტროზე და წესიერი პასუხი ვერც იქიდან ვერ მივიღეთ. დღესდღეობით იქ ცხოვრობენ სოციალურად დაუცველები და აი ეს მთელი ტერიტორია ნადგურდება დამიჯერეთ და მათაც მიეცეთ ბატონო, ეხლა 207 სკოლაში 53 პედაგოგია. გუშინ პირადად ხონდა ბატონ დავით არახოიძის შეხვედრა ანუ სოციალურ დაუცველობასთან დევნილთან დაკავშირებით და მას ანუ ჩემი კითხვები შეეხებოდა რა თქმა უნდა მე-15 საჯარო სკოლა გეგმავდა თუ არა ის რაიმე სახის ამ სკოლის რეაბილიტირება და შემდეგ როგორც ხდება ხოლმე წესით ანუ დევნილთა სამინისტრო გარკვეული შეასახებს ხოლმე დევნილებს ანუ სკოლის შენობებში და მაგ გითხარ რომ ანუ ასეთ ქმედებას ის არ გეგმავს და არ აპირებს
რომ განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული ყველაფერი, რა როგორ იქნება და როგორ შეიძლება სიტუაცია. Скандал.